შემოგვიერთდა საბურთალოზე მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი კახაბერ ტოლდიანი. Დილმშვიდობის მამა კახაბერ, დიდი მადლობა ჩვენთან მობრძანებისთვის. დილმშვიდობის ღმერთმა გაგურთხეთ, მადლობა მოწვევისთვის. დიდი მადლობა. ცოდვისა და აღსარების საიდუმლოს შესახებ საუბრობთ დღეს ჩვენს გადაცემაში, რომ განუმარტოთ ჩვენს მაყურებელს მამა კახაბერ. ხშირად საუბრობთ ჩვენ აღსარების იგივე სინანულის საიდუმლოს შესახებ ჩვენს გადაცემებში და კიდევ ერთხელ განმარტებისთვის, რომ განუმარტოთ მაყურებელს, რა არის აღსარების იგივე სინანულის საიდუმლო, რას ვგებულობთ ამით, როგორია მისი ხილული მხარე. აი, როდესაც ქრისტიანი გააცნობიერებს თავის ცოდვიანობას რა და სინანული აი ნაპერწკალი მოხდება მის სულში და ქრისტიანი მიდის აღსარებაზე მოძღვართან აღიარებს გულწრფელად თავის ცოდვებს და მართლმადიდებელი მღვდლის ხელული ლოცვით და უფლის მადლით იღებს ამ ცოდვების მიტევებას. ეს არის არსი აღსარების. ცოდვები, რომელსაც ადამიანი აღსარებაში გულწრფელად აღიარებს, ის აღიხოცება სრულად და მას არასოდეს ღმერთი არ გაუხსენებს არავინ ამ ცოდვებს რა ადამიანს. ამიტომ ეს არის ისეთი ძვირფასი საჩუქარი ღვთისგან ნათლობის შემდეგ ადამიანი, რომელიც ყველა ადამიანები ვართ დაცემული ბუნების მატარებელი და ადამიანის ცხოვრების მანძილზე დაცემებიც არის განსაცდელებში ზოგჯერ წაიბორძიკებს ხოლმე ადამიანი რაღაც ცოდვებში ვარდება და აღსარება არის ამის აი ისეთი ბრწყინვალე საშუალება, რომ ეს სინანული, რომელიც გროვდება ის ცოდვების გაცნობიერება, ისე ამძიმებს სულს, ტანჯავს რაღაც ძიმე მდგომარეობაში და მიდის და შვებას იღებს აღსარებით. ის უნდა იყოს გულწრფელი და გაცნობიერებული და იმ რწმენით, რომ ის მიიღებს აქედან მიტევებას და გადაწყვეტილებაც უნდა ახლდეს ამას ისეთი, რომ ადამიანი იბრძოლებს იმისათვის, რომ აი ის ცოდვები, რომელიც ამძიმებს და რომელსაც აღიარებს და აცნობიერებს, რომ ეს არის დამღუპელი სულისთვის, რომ მას შეებრძოლება და ეცდება, რომ აღარასოდეს აღარ გაიმეოროს. ეს გადაწყვეტილებაც უნდა ახლდეს, რა თქმა უნდა, აღსარებას, იმ ცოდვების აღიარებას და თუ კი მაინც ახლა ცხოვრების მანძილზე შემთხვევა ისევ აღსარებით და საბოლოოდ ღვთის შეწევნით და მადლით დაიძლევა ეს ცოდვა და ღმერთიც, რა თქმა უნდა, თავის მადლით მისცემს იმის ძალას და აიღებს ამ ცოდვას და ეს ბრძოლა და შრომა და ტანჯვა ამისთვის მზად უნდა იყოს ადამიანი, რომ ებრძოლოს იმ ცოდვას. თუმცა მარტო ესეც არ არის საკმარისი. ამას კიდე, რამოდენიმე რამე ერთი, რომ გულწრფელად უნდა აღიაროს ცოდვა. მეორე ის რომ უნდა გქონდეს მტკიცე გადაწყვეტილება, რომ შეებრძოლება მას და ეს არ იქნება უშრომელი და არ იქნება იოლი გზა, იმიტომ რომ ეს სულის ცხონებას ეხება და ეშმაკიც გვებრძვის და ჩვენი ცოდვიანი მიდრეკილებებიც. მაგრამ უნდა ახლდეს ეს გადაწყვეტილება, რომ ის შეებრძოლება ამ ცოდვას და ასევე უნდა ახლდეს სურვილი, რომ ის ამ ცოდვის საპირისპიროდ მოიქცევა, ანუ უკვე ნაყოფზეც ზრუნვა, რომ ნაყოფზე იზრუნოს. აი ფსალმუნიდან ჩვენ ულამაზესი სიტყვები, აი მოიქეც ბოროტისაგან და ქმენ კეთილი. ეს უნდა იყოს აი ამის, ასე რომ ვთქვათ, მოკლე გზა. აი უნდა მოიქცეს ბოროტისაგან და თან მერე ქმნას კეთილი ადამიანი. ქმენ ნაყოფი ღირსი სინანულისა, ასე იონე ნათლისმცემლის სიტყვებია, ხო? ქმენ ნაყოფი ღირსი სინანულისა, ანუ სინანული ძალიან კარგი, ეს არის დასაწყისი, ბედნიერი, ულამაზესი დასაწყისი ადამიანის გადარჩენის და ცხონების, მაგრამ ის უნდა იყოს მზად შეიარაღებული, იმიტომ რომ აღდგება ბოროტი ადამიანის წინააღმდეგ, რომელიც ცდილობს რომ დაუსხლდეს ჯოჯოხეთს და როცა ამას გააცნობიერებს ადამიანი, ის არასდროს არა, ასე რომ ვთქვათ, არ ჩააგებს מחვილს და იბრძოლებს ბოლომდე და ეს ხნეობა უნდა გაყვეს და გამოხატულება ამ ბრძოლის საქმით არის ის, რომ ამ ცოდვასთან ბრძოლა და კეთილის გზა ნაყოფის
ასე რომ ვთქვათ, მომუშაკებაზე ზრუნვა. ერთი ამაკახებე რა ღიარება, ვთქვათ, შეიძლება ადამიანმა აღიაროს, რომ კი, მე ნამდვილად ვთქვათ, ან მოვიპარე, ან ვიმრუშე, ან რა ვიცი, 1000 სხვა ცოდვა არის, ხო? შესაბამისად, მხოლოდ აღიარება საკმარისი არ არის. რა თქმა უნდა, მას უნდა ხდეს სინანული, ხომ და ცოდვების განცდა. მაგრამ ამაშიც არის ხარისხი. შეიძლება ასე ითქვას, ხარისხებად დავუყოთ. მე შეიძლება ვაღიარო, შეიძლება მოვიდე ახსარებაზე თქვა და შემიდეთ ჩავიდინე ეს ცოდვა, მაგრამ რეალურად ჩემს შინაგან განწყობას არ ეხმიანებოდეს ეს აღიარება, არ იყოს გულწრფელი. აი როგორ უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ ის აღიარება, რომელიც მან ახსარების სახით ჩააბარა, მოძღვარს არის გულწრფელი და რაც თქვენ ბრძანეთ, ერთი აღიარება, მეორე ცოდვის მონანიება და შემდგომ უკვე გაგრძელება ამ გზის, რომ იგივე ორმოში აღარ ჩავარდეს ადამიანი და სწორ გზაზე გააგრძელოს სიარული. ალბათ თუ კი ადამიანი ბოლომდე აცნობიერებს რა ხდება მის თავს, ანუ ცოდვების მიტევება ხდება, ის მას შეუძლია რომ ამ აღიარებით უფლის წინაშე მოიშოროს ეს ყველაფერი, ეს სიმძიმე. მაშინ ის ალბათ უფრო იოლად და სრულფასოვნად და სრულყოფილად იტყვის ყველაფერს, აღიარებს გულწრფელად უფლის წინაშე. მაგრამ თუ კი არის ხოლმე რა თქმა უნდა, რომ აქვს ადამიანს სირცხვილის განცდა, რაღაც უხერხულობის, რომ აი ეს როგორ თქვა ამდენი რამე, როგორ თქვა ამდენი ეს და არის რა თქმა უნდა, ეს არსებობს, ეს ჩვენი თამდევია. მაგრამ ეს ხდება სხვათა შორის, როცა ადამიანს ფიზიკური უძლურება აქვს, ხორცი რაღაც დაავადება აქვს, ან რაღაც ტკივილი აქვს, ისინია ხანდახან, რომ ექიმთან მისვლას სხვენია ამის შესახებ საუბარი, რომ გაამხილოს, მაგრამ როცა ეს გართულდება და ცოტა რაღაც ისეთ ფორმებს იღებს, რომ დროზე შველაჭირდება, ის გადალახავს ამ სირცხვილს და მიდის ექიმთან და ეუბნება, რომ ეს ტკივა, ის ტკივა, ისეთ რაღაცები, რომელზეც ადრე თავს იკავებდა სირცხვილის გამო, მაგრამ უკვე ისე მძიმდება სიტუაცია, აუცილებლობა მას ალახი აიძულებს, რომ გადალახოს ეს სირცხვილი და მიდის და აღიარებს და იღებს კურნებას. ასევე სულიერი კურნება კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ხო? სული აღმატებულია ხორცზე, ჩვენ კი ვართ ორივე, მაგრამ იერარქიით ახლა სული აღმატებულია ხორცზე და საზრუნავი და ზრუნვა სულზე მეტი მოგვეთხოვება და მართებს და ეგების, ვიდრე ხორცზე და ასევე არის აქაც. ის თუ აქვს მას სირცხვილის განცდა, უნდა მიხვდეს, რომ ეს არის ბრძოლა, ეს ბრძოლა არის. ეშმაკის ბრძოლა, ცოდვის ბრძოლა, მისი გადარჩენის წინააღმდეგი ხდება ეს ყველაფერი და ის რომ ეს ადამიანმა იფიქროს რომ რაღაც სირცხვილია ამ ყველაფრის თქმა და აღიარება ეს არის აბსოლუტურად პირიქით. სიხარულის მეც არაფერს არ იღებს მოძღვარი, როცა ისმეს ნამდვილ ახსარებას. ეს პირიქით ამას მოაქვს სიხარული მოძღვრისთვისაც, რომ აი ნამდვილად ადამიანი ადგას სწორგზას. მისთვისაც დიდი შვება მოაქვს ამ ყველაფერს და საერთოდაც სჯობს, რომ ამ ქვეყნიური სირცხვილი დაუძლიოთ, ვიდრე შევრცხვეთ ზეცაში. სჯობია, რომ ამ ქვეყნიური სირცხვილი დაუძლიოთ და გავიმარჯვოთ, ვიდრე შემდეგ ისეთ შეგვარცხინონ ძალიან ძიმე იქნება ის. მამაკახავად ძალიან საინტერესო თემაზე საუბრობთ. არის საწყის ეტაპზე, როდესაც ნამდვილად არის ხომ ეს შიში და უხერხულობის განცდა. ალბათ საწყისი ნაბიჯები ვისთვისაც არის ეს პირველად ეკლესიასთან უფალთან შეხების ამ კუთხით. ალბათ მათთან არის ეს განცდა ყველაზე ძლიერად, ხომ, ყველაზე ახლობელი მათთვის, როდესაც შიში აქვს უხერხულობის განცდა, რომ ამ ცოდვას ვერ ეტყვის და ვერ გაანდობს მოძღვარს. როდიდან შეიძლება რომ ეს აღვიქვათ ჩვენი სერიოზული პრობლემა, რა საკიდან შესაძლებელია რომ გაიაზროს ადამიანმა რომ აუცილებელია სინანულის საიდუმლოს ჩაბარება. თვითონ ცოდვას აქვს ეს თვისება, რომ თავიდან ეშმაკიც ცოდვაც ისე წარმოუდგება ადამიანს, რომ რაღაც კარგი ტკბილი, რაღაც ისეთი ან სარფიანი, ან მომგებიანი ყველანაირად დადებით საბურველშია შეფუთული, რომ უბიძგებს იქითკენ ადამიანს დაღუპვისკენ, მაგრამ როცა ჩაიდენს ადამიანს ცოდვას, მერე დგება იმედგაცრუება,
სინდისის კენჯნა, სიმძიმე იმის განცდა რომ არაფერად ეს არ ღირდა, არაფერი ამას არ მოუტანია ცუდის მეტი და ესენი გროვდება შემდეგ დროთა განმავლობაში, გროვდება და ისე აწვება სულს, რომ აი არის მუდმივი სიმძიმის განცდა, სინდისის კენჯნა, დეპრესიამდე მისვლა და თითქოს ეს მწიფდება და უბიძგებს, რომ რაღაც აქედან გამოსავალი უნდა როგორ მოიშოროს ეს რომელიც აწვება მის სულს და არაძლევს გულწრფელად გახარების საშუალებას და უფლებას და აი მაშინ უნდა ადამიანმა უნდა იცოდეს, უნდა ისმოდეს ეს რომ არის გზა, არის ადგილი უფალთან, უფლის წინაშე მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში. მამუკა ხაბერა ადამიანმა ახსარება, თუნდაც ახლა მარხვის მოსამზადებელი პერიოდია და იწყება უკვე დიდი მარხვა, როდესაც ლოცვა, ახსარება, ზიარება ეს გამოყოფილი ნაწილია ერთმანეთს. მოკლედ შეიძლება ასე ითქვას, რომ ქრისტიანის ცხოვრება არის ხშირი ახსარება, ხშირი ზიარება. მოკლედ ასე შეიძლება ითქვას და დანარჩენი კვირაში ერთხელ ალბათ მაინც ან ორ კვირაში ერთხელ ან სამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა ითქვას ახსარება, რომ ეს შემდეგ ცხოვრების წესად იქცეს და უფრო გაგვიადვილდეს ქრისტიანული ცხოვრება. ზოგადად ადამიანები ვართ ჩვენ და გვაქვს რაღაც ვიმუშავდება ცხოვრების განმავლობაში რაღაც ჩვევები. ჩვენ ყოფით ცხოვრებაში და ეს რაღაც რო გადადის ჩვევა, რო გვექცევა, მე გვიოლდება იმ საქმის აღსრულება, კეთება, თქვა ადრეადგომა თუ ჩვევად გვექცა, შემდეგ უფრო გვიოლდება დროთა განმავლობაში, აი ჭამის დროს თავშეკავებას თუ თავიდან შრომა, მე რაღაც ჩვევაში გადადის. ასე ბევრი რამეა ასეთი და მათ შორის სულიერ ცხოვრებაში ჯობია წმინდა მამები გვასწავლიან, რომ ჯობს კარგი ჩვევები გამოვიმუშავოთ. ჩვენ თვითონ ისე რომ ეს რაღაც წესად და ჩვევად გვექცეს და უფრო გაგვიოლდება შემდეგ ვიდრე ის რომ აი რაღაც შემდეგ ავიაზროთ, ვიფიქროთ, ჩამოყალიბდეთ, მივიდეთ, მე რაღაც დრო, მივედით, ამოვიდეთ, მე თითქოს დაველოდოთ რაღაცას, საიდანღაც ვიღაცა რომ მომწიფდება ან თავისით რომ მოხდება. ჩვენი მონაწილეობის გარეშე ჩვენი ცხონება არ იქნება. ჩვენი თანხმობის, ჩვენი მონაწილეობის გარეშე. ჩვენ უნდა მივიღოთ აქტიური მონაწილეობა ჩვენი სულის ცხონებაში. თითქოს ადამიანი ელოდება რომ რაღაც მაინც ისეთი რთული ცოდვა უნდა ჰქონდეს ჩადენილი, უპატიებელი ასე ვთქვათ, ან რაღაც გარკვეული განსაცდელი, მძიმე განსაცდელი უნდა ეწვიოს მას, რომ მაინც მაშინ მიაკითხოს უფალს არა და თუ დავფიქრდებით, ხომ ყოველდღიურად ისეთ ცოდვებს ჩავდივართ, რომელიც მომაკვდინებელია ჩვენი სულისთვის. შეიძლება ვთქვათ ვიღაცა განვიკითხოთ, შეიძლება პარტავნებამ შემოგვიტიოს და ასე შემდეგ, ხომ? ანუ ყველაფერში შეიძლება დღის განმავლობაში ცნუნება გეწვიოს ადამიანს და შესაბამისად ცოდვა ჩაიდინო და ჩათვალო, რომ ეს არ არის იმასთან შედარებით, ვთქვათ, მძიმე ცოდვები და არ იარო ყოველკვირეულად ტაძარში და არა ბარო ახსარება და ელოდებით თითქოს რომ ეს ყველაფერი დაგროვდეს და მე მიხვიდე მოძღვართან. დიახ, ალბათ უნდა ითქვას კი ამის შესახებაც, იმიტომ რომ რა თქმა უნდა არსებობს ცოდვებში, არის უფრო მძიმე ცოდვები არის, რა თქმა უნდა, ხო, ვიდრე ერთი მეორისგან განსხვავდება სიმძიმით, მაგრამ ჩვენ ადამიანები ვართ რა, სუსტი არსებები ვართ, ემოციური რაღაც, ან წუთისოფლის თან დღევანდელ ყოფაში კიდევ უფრო მეტად ეს ადამიანს თაობრუს ახლავს წუთისოფელი რა ყველაფერს ხორციელს მეტად იმდენი რამეს აი აბობოქრებული არ წყნარდება და არც და წყნარდება ბოლომდე და ჩვენ გვაქვს ეს სამწუხაროდ მიდრეკილება იქითკენ რომ კი აქვს ცოდვებს ვთქვათ ხარისხი არის მძიმე ცოდვა შედარებით უფრო ნაკლები მაგრამ ეს შედარებით ნაკლები მე ჩვენთვის ხდება ჩვეულები იმ ხარისხსაც კარგავს რაც აქვს და დავდება და ხდება თითქოს ამას არ აუშავს არა და ცოდვა ყველა ცოდვა არის დამღუპელი ამ არსით დიდი და მცირე ცოდვა არ არსებობს განსხვავებები რა თქმა უნდა მაგრამ იმ არსით აზრით თუ შევხედავთ რომ ყველა ცოდვა არის დამღუპელი მაშინ ისინი ერთმანეთსგან არ უნდა განვასხვაოთ ეს ერთი და როგორც წმინდა მამები გვასწავლიან და ეკლესიის მოძღვრები გვასწავლიან ზუსტად აი ამ მცირე ცოდვებში
ამათთან ბრძოლაში უნდა გამოიჩინოს გულმოდგინება და ყურადღება ადამიანმა, იმიტომ რომ დიდი და მძიმე ცოდვები ისედაც თითქმის არ არის იშვიათად რომ ადამიანმა ჩაიდინოს თქვა კვლელობა არ არის ხშირი, ძალიან ხშირი, ხო? იშვიათია და ეს ისედაც მიუღებელია ადამიანური ბუნებისთვის და ადამიანობაშიც მიუღებელია, მაგრამ აი ჩვენ მითხარი ამათთან ბრძოლაო და ამ ცოდვებს უნდა ვებრძოლოთ თუ ის ცოდვა შეიძლება ისედაც არ შეგხვდეს და არ მოგიწევს და არ აღმოჩნდეს ისეთ გარემოში რომ აი მძიმე ცოდვა შეიძლება ისედაც არ ჩაიდინო, მაგრამ აი აქ უნდა გამოიჩინოს გულმოდგინება ადამიანმა და თუ კი ადამიანი მიეჩვი ამ არაფრად ჩათვალა ეს და დაამცრო ეს ამ ცოდვების მნიშვნელობა, მე ის დიდ ცოდვებზეც გადავა. მამაკახაბერ, აი რომ განმარტოთ რა არის სინამდვილეში რეალურად რას ნიშნავს ცოდვა, რომ ეს გავარჩიოთ და შეუძლია თუ არა ზოგადად ადამიანს თავადვე მიხვდეს და გაარჩიოს რა არის რეალური ცოდვა, აი გვაქვს სამწუხაროდ შემთხვევები მორწმუნეებშიც არა ხშირი, თუმცა არის ასეთი შემთხვევაც, როდესაც აი მარხვაზე ვსაუბრობდით, მარხვის დასაწყისში ამბობენ ადამიანები, რომ აი მარხვა იწყება და თითქოს ამით იზღუდება. აქვს თუ არა ასეთ შემთხვევაში შემდეგ მარხვის დაწყებას რეალურად აზრი, როდესაც ასეთი განწყობით ხვდებით მარხვის დაწყებას? არის ეს აზრიც არის და შეიძლება ეს განწყობაც ქონდეს ადამიანს, მაგრამ ჩვენ უნდა აქ შეიძლება ეშმაკის მონაწილეობდეს ჩვენი მიდრეკილება უფრო ფუფუნებისკენ, კომფორტისკენ, ამას წარმოგვისახავდეს ცოტა რაღაც მძიმე იმად, მაგრამ ჩვენ გონივრულად უნდა მიუდგეთ და უნდა შევწინააღმდეგოთ ასეთ სურვილებს, ასეთ განწყობებს. ჩვენ უნდა ხედავდეთ აღდგომას. მარხვას თავარი არის ჩვენთვის უნდა იყოს აი ის ბოლო რითი მთავრდება უფლის აღდგომით და იმ დღესასწაულისთვის მზადება არის ეს და იქით ეს უნდა იყოს მთავარი და იმის წინა მარხვა. ეს გაამხნევებს ადამიანის სულს. მარხვის გარეშე უფლისი ხდება. ეშმაკის განდევნა მხოლოდ ლოცვით და მარხვით. ამას ამბობს უფალი. ეს უფლის სიტყვებია. ეს ალბათ იმ შემთხვევაში ხდება მამაკახაბერ, როდესაც გააზრებული არ აქვს ადამიანს რეალურად რას ნიშნავს მარხვა, რისთვის არის დაწესებული და ალბათ აქედან გამომდინარე, როდესაც ადამიანი იაზრებს არა გასტრონომიული კუთხით უყურებს მარხვის დაწყებას, არამედ ხდება ის, რომ აქ ჭიდილია სიკეთესა და ბოროტებას შორის, აქ მუდმივად ვებრძვით ჩვენს თავს, ჩვენს დაცემულ ბუნებას და გვინდა რომ გამოვწრთოთ და უკეთესები გავხდეთ, ვიდრე ვიყავით გუში. რა თქმა უნდა ეს, მაგრამ მაინც ბუნებრივიც არის ეს ასეთი რაღაც ადამიანის ჩვენ ხორციელ ბუნებას, ჩვენ ხორცს არ უყურს რაღაც კამრების შემოჭერა სხვადასხვა კუთხით რა, კიდაც მატერიალური, კიდაც საკვების მხრივ, კომფორტის, რაღაც დასვენების, ასე სხვა მხრივ, მიდრეკილია უფრო ფუფუნებისკენ. მაგრამ ჩვენ უნდა გონივრულად მიუდგეთ ყველაფერს, იმიტომ რომ სულს უნდა დაუქვემდებაროთ ხორციელი სურვილები და მუდმივად ამის სადარაჯოზე უნდა ვიყოთ. მუდმივად უნდა ვეცადოთ, რომ ეს ასე იყოს. და ამაში ბევრი მაგალითები უნდა რაღაც გავიხსენოთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში ლიტერატურასთან სიახლოვე. ქრისტიანულ ლიტერატურასთან სიახლოვე, თუნდაც მინიმალური, ოღონდ მუდმივი, რაღაც მცირე, ოღონდ მუდმივად. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ასევე მაგალითები ჩვენ უნდა წარმოვაჩინოთ ორი მხრიდან, ყველა საკითხი შეიძლება შეხედოს ადამიანმა ორი მხრიდან. ერთი მხრიდან თუ შევხედავთ, ეს 8 წელი ქრისტიანული მარხვა, ამდენი მოწყალება, ქრისტიანი უნდა იყოს მოწყალე, შემდეგ და აი კომფორტის ნაკლებობა, ამ მხრიდან შეიძლება ეს მძიმე ჩანდეს, მაგრამ უნდა შევხედოთ მეორე მხრიდანაც. აი ჩვენ რაღაც პერიოდული მარხვებია, ხო? და ეს მოგვეთხოვება. იყვნენ ადამიანები და ძალიან ბევრი, ვინც მთელი ცხოვრება მარხულობდნენ. დიახ. ამას რო წარმოვიდგინეთ, გავიხსენებთ, თან ყველანაირი წოდების, დედოფლებიდან დაწყებული და ქვემოთ. სხვა დიდი ადამიანები, ძალიან ბევრი, რომლებიც მთელი ცხოვრება მარხულობდნენ. ამას რო წარმოვიდგინეთ, ცოტა გავხნევდებით და შემდეგ ამას უფრო იოლად და ცოტა შევწყვება კიდევაც.
ჩვენ რაღაც მოწყალება ამდენი ის შეხვდება ამდენი ყველას მოწყალება ეს გვიჭირს მოგეთხოვება მოწყალების გაცემა ანუ რაღაცა მცირე ნაწილი ჩვენი ქონებიდან იყვნენ ძალიან ბევრი ვინც ყველაფერი გასცეს რაც გააჩნდათ და ასე აგრძელეს ცხოვრება ბოლომდე ამას რო გავიხსენებთ შემდეგ ესეც გაგვიოლდება ადგნენ რა და დათმეს ყველაფერი და მიენდნენ ღმერთს ასე შემდეგ და ასე შემდეგ ჩვენ თქვა შეიძლება ოჯახის შექმნა ნებადართულია და აი ხო ეს ხორციელი მიდრეკილებები ოჯახური ცხოვრება ეს ყველაფერი გვაქვს ამის უფლება მაგრამ იქაც რაღაც შეზღუდვები უნდა დავიცვათ ხო აი ერთი ქმარი ერთი ცოლი უნდა და დასჯერდეს ხო ამას ითხოვს ჯული კატეგორიულად ხო სხვები უკვე აკრძალულია და ეს თითქოს არის მაინც ხორციელი მიდრეკილებები ხო ნებები გვებრძვის მაგრამ როცა გავიხსენებთ რომ იყვნენ ძალიან ბევრი ვინც ქალწულებაში გაატარა მთელი ცხოვრება უფლისსათვის ხო მაშინ ეს ცოტა შეიძლება შევსხვეს კიდევ შეიძლება და გაგვამხნევებს პირველ რიგში მამა კახაბერ რამდენად დიდი როლი აქვს უფლისკენ ეკლესიისკენ სავალ გზაზე ოჯახს მშობლების როლი რამდენად დიდია და გარჩემოყოფები სწორადად რომ დავარჩიოთ რა არის ცოდვა რატომ არის მნიშვნელოვანი აღსარების ჩაბარება და მარხვის დაცვა დიახ, ერთი ამბავი გამახსენდა, ერთი წმინდა მამა წერს, რომ ჩვენი ცხოვრება რამოდენიმე ადამიანის ცხოვრება რამოდენიმე ნაწილად შეიძლება დაიყოსო და ჩვენი ხომალდი ამ ცხოვრების მანძილზე მოძრაობს ნავსაყუდელისკენ. აი ბავშვობის პერიოდი, ახალგაზრდობის პერიოდი, სიბერის პერიოდი. აი ბავშვობის პერიოდში უფრო ის ნებები ჭარბობს, როცა ადამიანმა არ იცის რა არის კარგი, რა არის ცუდი, რა სწორია. ანუ უცოდინარობა აქვს ბავშვს და რაღაც გაუაზრებელი ბავშვური ისინი რა. შემდეგ და ამ დროს ჭირდება აღმზრდელი. ჭირდება ვინც ასწავლის თავაზიანობას, ზრდილობას მისალმებას, მადლობას, მობოდიშებას და ასე შემდეგ. ის საფუძველი, რაც ადამიანს აი ბავშვობიდან შეიძლება საფუძვლად ჩაიდოს და იმაზე შემდეგ აშენდეს. ახალგაზრდობის პერიოდში უფრო მოდის ბობოქარია, ეგეოსის ზღვის ქარიშხლებს გავსო ახალგაზრდობა, როცა ნებები უფრო ბობოქრობს და ამ დროს მორჩილებას ნაკლებია და მოსმენის სურვილი ცხების და მასწავლებლების შესაბამისი ოჯახშიც და გარეთაც ნაკლებია ამ დროს ვინც აი ზუსტად აი სულის ასეთი სულის ბობოქარის სულის ფაქიზად უწამლებს ესეც გარედანაც ნაკლებია და შიგნიდანაც სურვილიც ნაკლებია და ამ დროს ნებები ბობოქრობს და ასე მიდის სიბერემდე და თუკიო ადამიანიო ბავშვობაშიც არ მიეცა ის აღზრდა შემდეგ ახალგაზრდობაშიც თავშეუპოვებლად იცხოვრა სიბერეში ის როგორი ხომალდით მივა ნავსაყუდელში მივა რაღაც დამტრეული რაღაც დასერილი და ეს ხომალდი ცხოვრების მანძილზე შეგროვილი რაღაც ღვთაებრივი საგანძურით კი არ ექემა სავსე 1000 უწმინდურობით და სხვადასხვა ნაგვით იქნება სავსეო და ამას უნდა უფრთხილდეთო და გარემოს და ოჯახს შესაბამისად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს აი ძალიან იმაზე დიდი ალბათ ჩვენ რო ფიქრობთ იმიტომ რომ ოჯახში და საზოგადოებაში ცოდვას აქვს ასეთი თვისება სირცხვილიც არის რა ცოდვა რაღაც ცოდვები აშკარა თუ გაცნობიერებული მით უმეტეს ხო ეს არის სირცხვილს იწვევს მაგრამ თუ კი ეს ცოდვა იმდენად მიღებული გახდება საზოგადოებაში სხვადასხვა ცოდვები უკვე ამას სირცხვილის გზნობა არ აქვს და არაფერი ეს ჩვეულებრივად უკვე გამჟღავნებულადაც შეიძლება ცოდავდეს და ამაზე არც ბევრი იდარდოს და თვითონაც დაიღუპოს და სხვებიც ასე რომ გარემოს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ოჯახს აღზრდას და სახელის დარქმევას ყველაფრისთვის და საზოგადოების ზოგადად ერთმანეთის წევრების სიჟანსაღისთვის ზნეობის მორალის დაცვა და
სახელების დარქმევა არა იმ მიზნით რომ ვიღაცა შეარცხვინოს ან ვიღაცას რაღაც დიდაქტიკური ან კაცრის მიუდგეს, არა, პირიქით სიჯანსაღისთვის, საზოგადოების ნორმალური და ჰარმონიული და ის ქრისტიანული გარემოს შესაქმნელად საჭიროა რომ ეს სახელები ერქვას ცოდვა არ იყოს ის მიღებული და მისაღები. ძალიან დიდი მადლობა მამაკ ახაბერ საინტერესო საუბრისთვის, ჩვენთან მოგზაურობისთვის, დაგემშვიდობებით. სპინძლობისთვის. საბურთალოზე მდებარე წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი ახაბერ ტვილდიანი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.